მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე. ყაველაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ამ გარემოების გათვალისწინებით ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოს მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე. წერს ყაველაშვილი Facebook-ზე. ევთოს ადამიანის უფლებათა ოფისის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე გაზრდილი ზეწოლის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ევთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოში. ამასთან ოფისის განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეებში ათობით მომიტინგის დაპატიმრებას და სამართლიანი სასამართლო სტანდარტების პატივისცემის არარსებობის შესახებ ცნობებს. ასევე ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილი ზეწოლის შესახებ მათი ლეგიტიმური საქმიანობის შესრულებისას. აღინიშნება, რომ გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში 8 წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს, რომელთა უმეტესობას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია დაცული არავინაა. ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა, ან თვითმკვლელობამდე სავარაუდო მიყვანა. ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს. სახელმწიფო დანგრეულია. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება. სახელმწიფო დანგრეულია. ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს თავისიანებსა და სხვებს, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენების სწრაფად ვითარდება, წერს სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით შეხვედრა ფარას და გრანტების შესახებ კანონებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიურ კორპუს ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა გააცნეს აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით ბიუროს საქმიანობა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ კანონები დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება. როგორც გახარია აღნიშნავს, მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას. სისხლიანი გარჩევები, ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის, მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. წერს გახარია სოციალურ ქსელში. არსებული ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრა ჩენახვისთვის ბრალდებული სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული. ტერორის საქართველოში აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ დაკავებები ახლა დიდ ბიზნესზე გადადის. წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და ეხმაურება ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებას. დღევანდელი უახლესი საქმე გიორგი რამიშვილის მთავარი ინტერნეტ ქსელის მფლობელ ევრონიუს ჯორჯიას დამფუძნებლისა და დონალდ ტრამპის ძველი ბიზნეს პარტნიორის საქმეა, წერს ზურაბიშვილი. მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე. შესაბამისად დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის გადაწყვეტილებას არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ლელო ძლიერი საქართველოდან ვინმე გაიყიდა კატეგორიულად არ ეთანხმება. ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი
დღიანი ბრძოლის რეჟიმის წინააღმდეგ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა, ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო მოვლენების სხვაგვარად განვითარდებოდა. ყველა მიმართულებით მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე. შესაბამისად დავტოვე ველელოს პოლიტიკური საბჭო, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული ნრ2 პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით ბრალდებულმა ყვარელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას 1984 წელს დაბადებული რმ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. რის შემდეგაც ფაქტის შემსწრე კახეთის პოლიციის თანამშრომელიც დაჭრა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთი მტკიცება დამოიღო. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობ თუ ცხოვეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით, მათ უნდა შეეცვლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის უპირველეს ყოვლისა თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს, განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი კიევის ცის დაცვის შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას დათანხმდა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ განაცხადა. ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით ევროპა ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისთვის ემზადება. სანქციების სამიზნე ის რესურსებია, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, განაცხადა ჟან ნოელ ბარომ. მისი თქმით, 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები 5-ჯერ გაიზარდა. პუტინი ფრონტის ხაზზე წინ ვეღარ მიიწევს და ახლა საცხოვრებელ ტერიტორიებს დრონებითა და რაკეტებით ბომბავს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს იწვევს. ეს უნდა დასრულდეს, აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 14 ქვეყნის ხელმძღვანელებს წერილები გაუგზავნა, რომლითაც მათ ახალი სატარიფო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამავდროულად ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ აქტს, რომელიც ყველა ტარიფის ჩინეთისთვის დასაწესებელი ტარიფების გარდა ამოქმედების 1 აგვისტომდე გადაწევას ითვალისწინებს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად მტკიცია დაწესებული ახალი ვადა, დონალდ ტრამპმა უპასუხა: ვიტყოდი, რომ მტკიცია, მაგრამ არა 100%-ით მტკიცე. თუ ისინი დაგვიკავშირდებიან და მეტყვიან, რომ სურთ რაიმე სხვანაირად გააკეთონ, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.